სტუდენტურ კონკურსზე შემოდგომის ლეგენდა 2023-ზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც წელს მე-15-ად გაიმართა. შემოდგომის ლეგენდა არის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობა ყველა სტუდენტს შეუძლია და მისი მიზანი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვლევაა. წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო, რომელთაგან 10 ფინალისტი წინადადის მამულებში გაემგზავრა და იმპროვიზაციულ ტურში ახალი ნაშრომები შექმნა. 10 ფინალისტის მოთხრობა უკვე დაიბეჭდა ლეგენდის კრებულში, რომელიც დაჯილდოებაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ, როგორ ჩაიარა დაჯილდოების ცერემონიამ და ვინ არიან გამარჯვებულები, უფრო მეც გვეტყვის დილისრუსის სტუმარი, შემოდგომის ლეგენდა 2023-ის ჟიურის წევრი და მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, რომელიც ჩვენთან ახლა პირდაპირ ეთერშია. თეონა, მოგესალმებით, თუ გესმით ჩემი ხმა. დილა მშვიდობისა, მესმის, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. თქვენთ მადლობა, რომ გამოგვიყავით დრო და ხართ ჩვენი სტუმარი. თეონა, მოდით ვისაუბროთ, დავიწყოთ ამ თემასთან დაკავშირებით განხილვა. წელს მე-15-ად ჩატარდა ეს კონკურსი, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს, მინდა ვთქვა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს სტუდენტებისთვის, რამდენად ეძლევათ მათ მოტივაციას ამომავლოდ. მოკლედ მე უკვე 15 წელია ვარ თავიდანვე მოვყვები ლეგენდას ამ კონკურსს და 15 წელია ვარ ჟიურის მუდმივი წევრი დათო ტურაშვილთან და მაკალ დოკონენთან ერთად. დანარჩენი ჟიურის წევრების როტაცია ხდება და ყოველთვის ემატება ასევე ჟიურის წინა ლეგენდის გამარჯვებული პირველი ადგილის მფლობელი და ისიც უკვე ხდება ჟიურის წევრი. სადღაც ჟიური არის ყოველთვის 6 კაციანი, სადღაც 5-6 კაცი ყოველთვის ვართ, მოკლედ. და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით საყვარელია სწორედ ეს კონკურსი, ყველა ლიტერატურული კონკურსი რა თქმა უნდა არის მოვლენა თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში, მაგრამ მართლა მთელი გულით გამოვყოფდი, რადგან პირველ რიგში იმიტომ რომ ეს არის ახალი თაობის, ახალი სახელების, ახალი სახეების აღმოჩენა, რომლებიც აგრძელებენ ამ გზას და ბევრი მაგალითი გვაქვს, ბევრი წარმატებული, მოკლედ, ვინც ლეგენდაში, ასე თქვა, დაიბადა და დღეს თანამედროვე ქართული ლიტერატურას ქმნის, იგივე ივა ფეზუაშვილი, რომელიც წელს იყო ლეგენდის ჟიურის წევრი, დათო გორგილაძე, ბექა ადამიანშვილი და სხვანი და სხვანი. მოკლედ, აი სულ რაღაცნაირად ძალიან საინტერესო ეს პროცესი, როგორ შეიძლება ახალი ტალანტი გამოჩნდეს და შემდეგ ის შენი კოლეგა გახდეს მალევე. გარდა ამისა, მე რა ძალიან მომწონს, ეს არის ის, რომ ჩვენ ტექსტებს ვკითხულობთ ავტორის გარეშე, დაშიფრულია ტექსტი, არასდროს არის ვისია და მხოლოდ და მხოლოდ ტექსტთან გაქვს ჟიურის ურთიერთობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არანაირი სუბიექტური, ასე ვთქვათ, რაღაც განწყობები აქ ხელსარგიშლის შეფასებაში და მე არ მახსოვს ჯერ როდესმე ყოფილიყო რამე უკმაყოფილება რომელიმე სტუდენტიდან, რაღაც მართალია ჩვენ ვიცით რომ ლიტერატურა არის სუბიექტური და საგემოვნებო სფერო, მაინც, მაგრამ აი არასოდეს არ ყოფილა ისე, რომ რაღაცა აი სისტემურად ან არასწორად რაღაც ხდება, ალბათ მაინც გემოვნების თემაა, მაგრამ რაღაც არასწორად გაგვესაჯა. მოკლედ, აი ძალიან ემოციურადაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ის 10 კონკურსანტი უკვე, რომელიც ტოვებს თბილის და მიდის კახეთის რომელიმე მშვენიერ ადგილას და იქ ქმნის ამ იმპროვიზირებულ ტურში ძალიან მოკლედ რო აქვთ ახლა ერთი დღე არ არის ბევრი იმისთვის რომ ტექსტი შექმნა, მაგრამ ყოველთვის ჩანს პოტენცია, ყოველთვის ჩანს მუხტი, რაღაც ახალი რესურსი, რომლის არჩევაც ჩვენ ესე ვთქვათ, მართალია ახლა რაღაც შედევრები გარდაიდება, წარმოუდგენელია, მაგრამ აი რაღაც პროცესი კი ყოველთვის ჩანს და ყოველთვის ძალიან საინტერესოა ამის შეფასება, თვითონ სტუდენტებთან ურთიერთობა, დღეთელი დღეღამის განმავლობაში იქ საუბრები და ასე შემდეგ. მოკლედ, აი მე ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი უნდა გაგრძელდეს კიდევ მრავალი წელი და ბევრ ახალგაზრდა თანამედროვე აუცილებელია ეს სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის მე ვიტყობდი ნამდვილად. აი ნაწარმოების კითხვის დროს თუ აღმოგიჩენიათ რაღაცა ახალი მიგნება, რომ აი მაგალითად გითქვამთ და გიფიქრიათ, რომ ეს რა საინტერესოა, თქვათ მე არ მიფიქრია აქამდე, რა კარგად დაწერა, რა კარგად მოიფიქრა, თუ ყოფილა
ესეთი შემთხვევები? რა თქმა უნდა, თითქმის ყოველ წელს არის რაღაც ესეთი მარცვალი, ორიგინალური იდეა. ეს არ არის სამხრივი პროცესი, რომ შენ აფასებ და შენ ასწავლი. აი, ქედანაც სწავლობ, საერთოდ ეს ყოველთვის ასეა და ამიტომაც არის ასეთი ტიპის ურთიერთობა და ასეთი ტიპის კონკურსები ყველა მხარისთვის საინტერესო გამოცდილი მწერლისთვისაც თუ დამწყებისთვისაც, რომ რაღაც პროცესია ურთიერთშემოქმედების და წელსაც იყო ძალიან საინტერესო იყო პირველი ადგილი. ყოველ წელს არის მოკლედ რაღაც ესეთი ან სტილისტურად, ან იდეურად რაღაც გამორჩეული, ამოგდებული, რომელსაც პრინციპში სწორედ ამას ვაქცევთ ყურადღებას, რომ და ამის მიხედვით ვაფასებთ კონკურსანტს. აი, კრიტერიუმებიც მაინტერესებდა, აი რა არის ძირითადი კრიტერიუმი შერჩევისა? თავარი მაინც არის, რომ რაღაცნაირად ეს რა, ანუ შენი სათქმელი და როგორ სტილისტურად გამართული ტექსტი ეს ათახვედრაში იყოს და დაიწყოს ამბავი, დასრულდეს და ეს იყოს ასე თუ ისე მოკლედ კონდეს მოთხრობის სახე. ეს არ არის იოლი, იმიტომ რომ იგივე პენ მარათონი და ესეთი კონკურსები ყოფილა, როდესაც იგივე ჩვენ გამოცდილ მწერლებს ჰქონდა მოცემული 48 საათი და აი საკმაოდ რთულია და მართლაც მიხარია, რომ ამას ახერხებენ და ყოველთვის 2-3 კარგი მოთხრობა, აი რამდენადაც შეიძლება დამწყებმა მწერალმა კარგი ტექსტი დადოს, ჩვენ ყოველ წელს გვაქვს აი 2-3 შეიძლება მეტიც და მართლა ძალიან საამაყოა ეგ და ეს ბროშურებიც რომ გადავლოთ თვალი ყოველ 15 წლის მანძილზე იბეჭდება პატარა წიგნები უფრო სწორად, სადაც შედის 10-ვე კონკურსანტი, ყოველთვის სიამოვნებით იკითხება და გაძლევს სააზროვნო მასალას და იმის სათქმესაც, რომ ჰეი ვინ მოდის მანდ მომავლიდან. ხო, აი ძალიან რთულია მუზა არ მოგივიდეს და ისე ანუ დავალების მიხედვით თითქოს წერდე რაღაც მოთხრობას არ დამეთანხმებით ალბათ აი ალბათ იმიტომაც მიგყავთ სპეციალურად შექმნილ რაღაც გარემოში რომ მოუვიდეთ მუზა და უფრო მეტი იფიქრონ აი მაქსიმალური კომფორტს უქმნიან ორგანიზატორები, ისეთი ყოველთვის არის იგივე წინანდლის ბაღი თუ სასტუმრო სივრცე არის, ყოველთვის არის შექმნილი წერისთვის საუკეთესო გარემო, მართლა თითქოს მოფრინავენ ეს რაღაც იდეები ისეთი გათა და მე უკვე ეს თავისთავად ხდება პროცესში მობილიზება და როდესაც ხედავ რომ ყველა შენი მეგობარი ჩართულია, იქ არ არსებობს რომ შენ იქ არ დაიწყო წერა და არ მოგივიდეს იდეა და გარემო ყველაფერი მოკეთ მუშაობს იმაზე რომ რა ნამდვილად შექმნა რაღაც და დატოვო და შემდეგ შევიდე სამკრებულში. აი ვინ არიან წლევანდელი გამარჯვებული? 3 გამარჯვებული გამოვლინდა ხო? მაგრამ ნუ პირველი ადგილიც არის, მეორე, მესამე. მოკეთ ჩვენ არ ხომ არ ვიცოდით და რაღაცნაირად წელს არავინ არ ვიცით ვინ არის. შემდეგ თვითონ დაჯილდოებაზე გავიგე სახელები და გვარები. თესეულ სტუდენტია პირველი ადგილის მფლობელი თორნიკე ლუაშვილი, ბექა ხარშილაძე და ლუკა ჭყოიძე მეორე მესამე ადგილის მფლობელები და სამწუხაროდ დაგვეჩაგრა გოგონები. ხო, ეხლა ეგ გავიგე, სამივე ბიჭია. თუმცა შარშან მაგალითად თაკოწულაია იყო გამარჯვებული, რომელიც წელს ჟიურის წევრი იყო. ძალიან მომეწონა, ნუ ერთი მოთხრობა, რომელიც დარჩა სამწუხაროდ სამეულს გარეთ ქალის თემაზე იყო, ლელოს ცხოვრების 24 საათი სამწუხაროდ ნუ ჟიურის დანარჩენმა წევრებმა არ მიანიჭეს მაღალი ქულა, თუმცა ვფიქრობდი, რომ ნამდვილად იმსახურებდა სამეულს. აქაც მაინც მოკეთ პრინციპი წავიდა იმაზე, რომ რაც შეება ორიგინალური იდეა და ამას მივეცით უპირატესობას. თუმცა ათეულში გასვლაც უკვე წინადადებული ნაბიჯია. ათეული უკვე არის, როდესაც 300 სტუდენტიდან და 500 სტუდენტიც ყოფილა მონაწილე შენ ათეულში. ხდები, ეს უკვე გამარჯვება, ეს უკვე არის ამ დიდ თავგადასავალში პროცესში მონაწილეობა და არასდროს არ ყოფილა შეება პირველ ადგილზე არ გასულა იუეფეზუაშვილი ვიღაც სხვამ გაიმარჯვა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტორია. ამიტომ ამას რა თქმა უნდა ადგილებს, პრიზებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ სტუდენტებმა, ეს რაღაც გამართლებაც არის იმ პროცესში, იმ მომენტში როგორ დაწერდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ათეულში ვინმეზე ნაკლებია ან მეტია, ყველას აქვს შანსი, რომ მოკლედ გააგრძელოს ეს გზა და გახდეს ახალი ხმა და ახალი სახე ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში. აი რა კონკრეტულ თემაზე მუშაობდნენ სტუდენტები ფინალურ ტურში?
წელს ქონდა ესეთი დავალება 24/7-ზე მოკეთ ეს გამოთქვა ეს თქვენც რო თქვით ნაწარმოები ეგეც ლეოს 24 საათი ხო ეს თან იმის სტეფან ცვაიგის ქალის ცხოვრების 24 საათი ქონდა გადმოტანილი ეგეც პერიფრაზა ეგეც ძალიან მომწერა ხო მოკეთ 24/7-ზე იცით ეს გამოთქმა რაღაცა მუდმივად თუ მეგობრობა ურთიერთობა საქმე რაღაც მუდმივად 24 საათი 7 დღეში ხო და აი ესე თავისუფალი სივრცე მივეცით სადაც შეიძლება ნებისმიერ ამაზე დაწერო თუმცა ზოგჯერ ქონია უფრო ესეთი კონკრეტული დავალებები ხან ზოგჯერ პერსონაჟებს ვაძლევთ ან რაღაც სივრცეს კონკრეტულს ან რაღაც მაგრამ ყოველთვის როდესაც უფრო თავისუფალ დავალებას აძლევ სადაც უფრო თავისუფლად იმოქმედებენ მე ვფიქრობ უკეთესია მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ჩარჩო რომელიც ყველას ჩააყენებს თანაბარ პირობებში და ამიტომ თემის არჩევა არის მნიშვნელოვანი და ჟიური ყოველ წელს ამას პასუხისგებლობით უთგება და თან ვცდილობთ რომ ეს იყოს ორიგინალური და არ იყოს რაღაც მოკეთ გაცვეთილი გადახედი. დიახ, პირველ ადგილზე გასულის აი მოთხრობის სათაური რა არის? ანუ რა შინაარსის არის რა გამოირჩევა? ეს იყო 7-3 ძალიან უცნაური სტილიზებული ტექსტი კაპიტანზე, ზღვაზე, სამურაებზე, მოკეთ ეს უნდა წაიკითხოთ ცოტა რთულია მოყოლა მე სწორედ ამიტომ მომეწონა რომ ძალიან დიდი ინტელექტი და ხო, აი გამოვლინდა ნამდვილად. ეგძნობა და თვითონ ხატრული ხერხით, სტილისტურად ესე უცნაურად, ორიგინალური იდეით, მოკეთ ამ მოთხრობას ყველაფერი ქონდა იმისთვის, რომ გამოირჩეოდა თავსახად ყველასგან და იმისთვის, რომ პრინციპში ჟიურის ყველა წევრმა ყველაზე მაღალი ქულა დაუწერა. თან როგორც ვიცი დოქტორანტურაში სწავლობს. უკვე ანუ უფროსიც არის დანარჩენ კონკურსანტებს აქ სამივე საფეხურის მოკეთ მას შეუძლია სტუდენტ შეუძლია მონაწილეობის მიღება და ეს უკვე ზაგროვილი ცოდნა, ნაკითხობა, წიგნიერება ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა ამ ტექსტში და მე პირველ რიგში თუნ არც მიფიქრია პირველ ადგილზე ესე უმაღლესი ქულა ისე მივანიჭე და ძალიან საინტერესო თუ კი გააგრძელებს წერას ავტორი ამ მიმართულებით მოკეთ ლიტერატურას არ დაანებებს თავს მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო კიდევ ერთი მწერალი შემოემატება ქართულ ლიტერატურას და ბოლოს კი მინდა გითხოთ თეონა როგორ ხედავთ მომავალში კონკურსის კიდევ უფრო განვითარებას პერსპექტივას ის უკვე ისე ამდენი წელი არსებობს სტაბილურია და როგორ იქნება სამომავლოდ ეს უკვე არის ტრადიცია ეს უკვე არის ისტორია რომელიც უნდა გაგრძელდეს საერთოდ მინდა მადლობა გადაუხად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და აი საოცარ გოგოებს ნინო კალანდიას და მარიამ სეხნიაშვილს რომლებიც წლების მანძილზე მოკეთ აი ერთგულად საოცარ შემოქმედებითად ენერგიულად დაუღალავად აი არ ნებდებიან უძღვებიან ამ საქმეს და წლევანდელ სპონსორსაც გალფსაც რომელმაც აი ულაპარაკოთ უმალ გადაწყვიტა რომ ამ კონკურსის დაფინანსებაში უნდა შეეტანა თავისი წვლილი მე ვისურვებდი რომ აი ყოველ წელს არ იყოს რაღაცნაირად მუდმივად დამფინანსებელი საძებნელი ჩვენ ბიზნეს უნდა ესმოდეს რომ ჯეოსელი იყო წლები და ვიდრე არსებობდა ჯეოსელი მართლაც საუკეთესო სპონსორი იყო და ჩვენ ბიზნეს უნდა ესმოდეს რომ განათლება წიგნიერება არის სწორედ ის სოციალური პასუხისგებლობა რომელიც პირველ რიგში უნდა განახორციელონ და ასეთი კონკურსები არის აუცილებელი მათი პიარისთვის და რეკლამისთვის თუნდაც ყველაზე კარგი გზა და საშუალება და აი მოკეთ ვისურვებდი რომ ეს კონკურსი განვითარდეს მოკეთ კიდევ მეტი თანამდგომი და მხარდამჭერი ყავდეს და 2 დღე 3 დღე შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ ადრე ვქონდა მასტერ კლასებსაც ვატარებთ სტუდენტებისთვის ანუ როდესაც პარასკევი შაბათი კვირა იყო ესე მივდიოდით იქ იყო რაღაც სხვადასხვა ლიტერატურული თამაშები რაღაც სხვადასხვა პროცესები საუბრები დიალოგები და კარგი იქნება შეხვედრები ამ წერლებთან და კარგი იქნება თუ აი ფორმატიც შესაძლებელი იქნება რომ ცოტა კიდევ უფრო განვითარდეს თუმცა რაც არის ოღონდ არის ესეც გაგრძელდეს ამაზეც რა ვიცი მადლობლები ვიქნებით კი ბატონო უღრმესი მადლობა თეონა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა თქვენ და მადლობა რომ აშუქებთ ამ ასეთ თემებს და წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის მადლობა